გამშვიდობისა საქართველო დღეს 14 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე მე ანუკა ქინთლაძე. სტიქის მესამე დღე თელავში არის თუ არა მორიგი ღვარცოფის საშიშროება გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით მუნიციპალიტეტში გეოლოგიური პროცესები ამდომრე მიმდინარეობს და სპეციალისტები მიმდინარეების კალაპოტების მონიტორინგს განაგრძობენ. სტიქის ზონაში მძიმე ტექნიკა ისევ მუშაობს, სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო ცოცხალი ძალაც. მათ შორის არიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე კახეთის 8-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და მერიების წარმომადგენლები. ამჟამად მდინარე თელავის ხევი უკვე კალაპოტშია, თუმცა ქალაქში დატბორილი რჩება ქუჩები, ვენახები და საცხოვრებელი სახლები. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ელექტროენერგია შეზღუდვით მხოლოდ კავკასიონის ქუჩას მიეწოდება. ახალგაზრდები მათ შორის სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები თელავში ჩვენს დასახმარებლად. აქტიურად ვართ ჩართულები გაწმენდ სამუშაოებში, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც და ვფიქრობთ, რომ გაერთიანებული შრომით და ძალისხმევით მალე დავწერთ ამ გამოწვევას, რაც თელავს დაუდგა. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯერ კიდევ ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და აგრძელებს მუშაობას. ასევე საქმეში ჩართულები არიან ცოცხალი ძალა და მოხალისეობრივი ჯგუფები, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებიან მრავალსაცხოვრიანი კორპუსების ეზოებისა და სადარბაზოების გაწმენდაში. ისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მოსახლეობისთვის კავკასიონის ქუჩაზე. ელექტროენერგიის შეზღუდვა იწყება, როდესაც მძიმე ტექნიკა იწყებს მუშაობას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც შეეხება გაზმომარაგებას, მხოლოდ და მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, 5 აბონენტი აქედან არის მოსახლე და დღის განმავლობაში აღუდგება აირის მიწოდება, ხოლო დანარჩენი 5 არის კომერციული ობიექტი და იმ კომერციულ ობიექტში უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისედაც ეზღუდება მეპატრონეს წვდომა და აქედან გამომდინარე ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. წყალმომარაგების კუთხით კი და აქტიურად მუშაობს კომპანია იმისათვის რომ რამოდენიმე გარკვეული დაზიანებული მონაკვეთი ეფექტურად აღადგინოს. შესაძლოა აზერბაიჯანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის მეოთხე გლობალური მედია ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ბაქო ევროპის საბჭოში უკვე 2 წელია დისკრიმინაციას განიცდის. მისივე განმარტებით გარდამტეხი წერტილი 2024 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2024 წლის იანვარში მათ ეჭვქვეშ დააყენეს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება და ჩამოგვართვეს ხმის უფლება. ეს არანაირად არ უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების საკითხს. სინამდვილეში ეს იყო ჩვენი დასჯა იმისთვის, რაც საკუთარი სუვერენიტეტის აღსადგენად გავაკეთეთ. ამის შემდეგ აზერბაიჯანის დელეგაციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა შეაჩერა. თუ ხმის უფლება არ გაქვს, მაშინ იქ ყოფნას რა აზრი აქვს? უკვე 2 წელზე მეტია დისკრიმინაციულ მოპყრობას ვაწყდებით. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მთავრობაში სერიოზულად განიხილება არა მხოლოდ პასეში წევრობის გაყინვა, არამედ ევროპის საბჭოდან სრულად გასვლაც. ვფიქრობ, აზერბაიჯანის მიმართ აშკარა მიკერძოება არსებობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ ჩვენს წინააღმდეგ 13 რეზოლუცია მიიღეს, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია და არც რომელიმე მათგანს მოუხდენია გავლენა ჩვენს პოლიტიკაზე. ევროკომისიის წინა შემადგენლობასთან თანამშრომლობა იოლი არ ყოფილა, განსაკუთრებით ევროპული დიპლომატიის ყოფილი ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის დესტრუქციული როლის გამო. მან ფაქტობრივად თითქმის მთლიანად დაანგრია ურთიერთობები ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის. ახლა უკვე გასაგებია, რატომაც მოხდა ეს. როგორც გაირკვა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა კორუმპირებულ პირებთან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი ჩავარდა. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გიდეონ საარის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივამ წევრ ქვეყნებს შორის საჭირო უმრავლესობა და კონსენსუსი ვერ მოიპოვა. ისრაელის საგარეო წყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შედეგის მიუხედავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკითხის განხილვის გადატანას მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში გეგმავს.
ამავე კაია კალას მმართველი გუნდი ქართული ხალხის უპატივცემლობაში ადანაშაულებს. ასეყმიანებიან თბილისში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას. უმრავლესობის შეფასებით კალასის მცდელობა ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და არჩეული ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემლობაცაა. ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, სადაც შავი ზღვის სტრატეგია საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილეს, კალასმა განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან ქართულ ხალხს, თუმცა მათ არ სურთ საქართველოს მთავრობას მხარე დაუჭირონ. ეს ნიშნავს უპატივცემლობას ქართული ხალხისა, ვინაიდან რას ეუბნებიან ქართულ ხალხს, რომ თქვენ არ შეგწევთ რეალური ნაბიჯის გადადგმა და რეალურად ისეთი ადამიანების არჩევა, რომელიც თქვენ სამშობლოს გამოადგება. ანუ ჭკუას ასწავლიან, ვინ უნდა ირჩიონ და ვინ არა. ამას პირველად არ აკეთებენ. ასე რომ ეს უპატივცემლობა დამოკიდებულება რაც არ უნდა შეეღებინებონ ქართული ხალხის მიმართ, მე რომ სიტყვიერად ამბობენ, რომ ჩვენ პატივცემთ ქართულ ხალხს, არის სრულიად აბსურდული. კალასის ეს განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, თუ რა ბუნების არის და რა მიზანი აქვს ზოგადად ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად მცირე ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც არ არის ამ შემთხვევაში deep state-ის წარმომადგენლობა ხელისუფლებაში. არ გინდა შენ იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომელსაც ქართული ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართულ ხალხთან ურთიერთობა, სად არის აქ ლოგიკა? ევროპელი პარტნიორების მხრიდან მენტორულ ტონსა და მავნებლურ მიდგომებზე საუბრობენ მმართველ გუნდში საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც. უმრავლესობისთვის კაია კალასის განცხადების მსგავსად პოლიტიკური ანგარიშწორების მორიგი მაგალითია EUTO საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც. ჰაგის დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში მდინარე პროცესებს ასახავს, მმართველ გუნდში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების შედეგს უწოდებენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეს რეზოლუცია პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად EUTO-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას 2024 წლის არჩევნებზე. ეს რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ ქვეყანამ მაშინ, როდესაც ნორმად იქცა მსოფლიოში ომები, არასტაბილურობა, ქვეყანამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ამ ომების მოჭადოებული წრიდან გამოსვლა. და ეს არის ერთგვარი შურისძიება, პოლიტიკური შურისძიება იმ პოლიტიკური დაჯგუფებების თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, პრობლემაც ვერ გადაყლაპეს, ასე ვთქვათ, ის რომ ქვეყანამ დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, ბოლოს დაიწყო სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნვა. როდესაც 2024 წელს არჩევნები გაიმართა საქართველოში და მათზე დიდი ზეწოლა განხორციელა და ამისდა მიუხედავად მათ ლეგიტიმურად აღიარეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ახლა ალბათ ვერ შეძლეს ამ ხელას ზეწოლა და ისინიც მოექცენ იმ ევრობიუროკრატების და იმ გარე გავლენების ქვეშ, რაც დავინახეთ ახლა ამ რეზოლუციის სახით, რაც ძალიან უსაფუძვლოა. სამცხე ჯავახეთში 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია იწყება. ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ფერმერებს დაგეგმილი სამუშაოები გააცნო. რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უნდა გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, წელსვე მომზადდება ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის პროექტიც. პარალელურად რეგიონში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, გავეცანით არსებულ პრობლემებს, მოვისმინეთ მათ ის საკითხები, რომელიც ამჟამად მწვავედ დგას და დავსახეთ სწრაფად გადაჭრის გზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გავაცანით ის პროექტები და ის საკითხები, ის დიდი მშენებლობები, რომელიც განხორციელდება და დაიწყება მიმდინარე წელს და ამით გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხი მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. განვიხილეთ დასრულებული და მიმდინარე პროექტები და ასევე დაიგეგმა სამომავლოდ ირიგაცია მელიორაციის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო გეგმები. შეხვედრამ ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში და რას მოიქნა შეკითხვები და შესაბამისად დამაკმაყოფილი პასუხები იქნა გაცემული მელიორაციის წარმომადგენლების მხრიდან.
კასპიის ტექნოპარკში ორდღიანი ჰაკათონი ენერგოჰაკ 2026 დასრულდა. პროექტის მიზნად ენერგეტიკის სექტორში ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაჭრის გზების პოვნა სახელდება. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს იდეის განვითარებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ააგენტოსგან 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა. სპეციალური პრიზები მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულმა მონაწილეებმაც. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით კასპიის ტექნოპარკში გაიმართა ჰაკათონი ენერგოჰაკ 2026. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 60-მდე მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონებში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიებით. დღევანდელი ღონისძიება კასპიის ტექნოპარკში ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. შესანიშნავი კონკურსანტები იყვნენ წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, რომ მიზანი მიღწეულია, იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ვნახეთ დღეს. ეს იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით.